წავიდა, მივეცი, მიმოძრავე. ზუსტად 4-ვე გუნდი, თანაბარი ძალის გუნდები ვართ. ჩვენთვის პლუსი ის არის, რომ ჩვენ საქართველოში ვთამაშობთ, მაქსიმალურად ვემზადებით იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ რა. ყველაფერს ვცდილობთ, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ცოტა საკადრო პრობლემები გვაქვს. 6 ძირითადის მოთამაშე გვაკლია, მაგრამ ეს ფეხბურთის თანმდევი პროცესია და ვინ შეცვლის, ვიცი რომ სრულყოფილად შეცვლის და გოგოების და მთელი სტაფი მაქსიმალურად მზადყოფნაშია იმისათვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. შესარჩევი თამაში ჩვენთანა საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. მით უმეტეს, რომ პირველ თამაშობთ ჯგუფის ლიდერთან, ყაზახეთის ნაკრებთან და შევეცდებით რა ყველანაირად, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და სამხელა ვიღოთ თამაშს. სახში თამაში ყოველთვის დიდ ემოციებს გამოიწვევს. სამწუხაროდ დანაკლისია, ნაკრებში 6 ფეხბურთელი გვაკლია ძირითადის ტრამვების გამო, მაგრამ გამოძახებულები არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და ვფიქრობ, რომ გუნდი ნორმალურ ოპტიმალურ ფორმაშია და ყველაფერს გავაკეთებთ თამაშებისთვის, რაც მიმედი მაქვს, რომ წარმატებას მოგვიტანს. გვაქვს პერსპექტივა, რადგან პერსპექტიული ბავშვები არიან და ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფში გასვლისთვის მაქსიმალურს გააკეთებენ და საკუთარ სახელს იტყვიან ნაკრებისთვის.